რა თქმა უნდა, ვნახოთ როგორი ხატება ასეთი დრაკონი მარტივად. დავხატოთ პატარა სამკუთხედი და გავავლოთ ასეთი ზოლი. ამის შემდეგ დავხატოთ მრუდი და ქვაკნილი ხაზი. ვნახოთ როგორი ხატება ფრთებიც. ჯერ ვხატავთ აღმავალ, ხოლო შემდეგ დაღმავალ ხაზს. მოდით ეს შავი მონახაზი ნამდვილ დრაკონად ვაქციოთ. დავხატოთ რქები, კისერი, ტანი და კუდი. ახლა ვნახოთ როგორი ხატება ფრთები. ავუყვეთ ხაზს და დავხატოთ ბრჭყალი. შემდეგ კი ვიდეოს მიხედვით მოცემული მიმართულებით გავავლოთ ორი ზოლი. ახლა კი ისინი ერთმანეთთან შევაერთოთ. ჩვენი ნახატი მზად არის, ამიტომ შეგვიძლია ზედმეტი ნაწილები წავშალოთ და ნახატი გავაღიავოთ, რათა უკეთ შევძლოთ მისი გაფერადება. ესეც საბოლოო შედეგი. გამოვიდა ასეთი შავი დრაკონი დიდი ფრთებით.